2005 წლის 28 აგვისტოს გორის რაიონის ადვოკატურაში ჟენია ვართაპეტიანი შვილისათვის ადვოკატის ასაყვანად მივიდა. ადვოკატურაში მას რამდენიმე თანამშრომელი დახვდა. მამუკამ სხვათა შორის უთხრა, რომ ჩვენო დღეს შემთხვევით ვართ აქ მოსულები, 28 აგვისტო იყო მარიამობა. ხო და მამუკასაც ძმა ყავს გარდაცვლილი, სოფელში უნდა წასულიყო. მეც მეუღლე მყავს გარდაცვლილი, საფლავებზე გადიან მაგ დროს. თავიდან ჟენია ვართაპეტიანმა უარი მიიღო, მაგრამ გასაჭირში მყოფი ადვილად არ მოეშვა ადვოკატებს. მობილური სქურდობისათვის მისი შვილის დაპატიმრებას პოლიცია სასამართლოსგან ითხოვდა. მე უთხარი მაშინათვე როდესაც შევიტყვი რომ მობილური სქურდობისთვის იყო დაჭერილი, უთხარი რომ მე ვიყავი ძალიან დაკავებული როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო საქმეებით და არ მქონდა ფიზიკურად დრო რომ მისთვის გამეწია დახმარება ან კონსულტაცია. ხო და ამ ქალმა ტირილი დაიწყო დედაშვილობა და მე შემეცოდა ეს ქალი და მამუკას უთხარი რომ მე გავყვები მეთქი ამ ქალს ადვოკატად. წავალ მეთქი გავიგებ რაშია საქმე ხო და იქნებ მეთქი მოყვა ამ ქალმა მოკლე ისტორია რომ მაგიშვილმა ტელეფონი მოიპარა უკან უბრუნებს დაზარალებულს ხო და იქნებ როგორმე გამოსულიყო გირაოთ მაინც. ადვოკატმა პროკურატურასა და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ითხოვა რომ გირაოს გადახდის სანაცვლოდ ბესიკ ვართაპეტიანი არ დაეპატიმრებინათ. შუამდგომლობით შევედი პროკურატურაში ორდერიც წარმოადგინე რომ ზიანი აღმოიფხრა და ვთხოვდი რომ ოჯახში ავადმყოფები ყავდათ და ერთადერთი მარჩენალია ეს ჩემი შვილია ხო და ვთხოვდი რომ გირაოზე წამოსულიყო პროკურატურა გირაოს მოთხოვნით შესულიყო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და ვართაპეტიანს გირაოს გადახდა დააკისრა. ჟენია ვართაპეტიანმა 2500 ლარი ნათესავებში ისესხა და გაერთიანებულ ქართულ ბანკში შეიტანა. თუმცა მან ფული არა პროკურატურის, არამედ საკუთარი შვილის, ლუიზას ანგარიშზე გადარიცხა. მას შემდეგ რაც პროკურატურამ შეიტყო რომ ვართაპეტიანმა ფული პროკურატურის ანგარიშზე არ ჩარიცხა, სასამართლოში მისი დაპატიმრება მოითხოვა. ბესიკ ვართაპეტიანზე კი ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში მისულმა ჟენია ვართაპეტიანმა გამოძიებას შემდეგი ჩვენება მისცა. მამუკამ და მარინემ მითხრეს რომ შენ ეს ფული შეიტანე ჩვენ სადაც გეტყვით იქ, რათა მალე გამოიტან და როცა გამოიტან პატივი გვეცი. და მე მართლაც ვინაიდან მარინას და მამუკას ვენდობოდი, ისინი იყვნენ ჩემი შვილის ადვოკატები, იცოდნენ ჩემი გაჭირვება, არ მომატყუებდნენ. მე მათ დაუჯერე და თანხა შევიტანე გაერთიანებული ქართული ბანკის გორის ფილიალში, მათი მითითების შესაბამისად. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ადვოკატურის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე და ადვოკატი მარინა მაზანაშვილი. დაკავების დღეში ქართლის ყოფილმა სამხარეო პროკურორმა აბულაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა. ერთ-ერთ ბრალდებულს ნაცვლად იმისა, რომ გირაოს თანხა შეეტანა დანიშნულებისამებრ დანიშნულ ბანკში და ანგარიშზე, მათ თანხა შეატანეს პირად ანგარიშზე, გამოსძალეს 900 ლარი. და მიითვისეს თაღლითურად. სამხარეო პროკურორმა მაშინ იცრუა. არც ჩვენებაში და არც ბრალდებაში არ იყო მითითებული, რომ ვართაპეტიანმა 900 ლარი ადვოკატების ანგარიშზე შეიტანა. შიდა ქართლის სამხარეო პროკურორმა გიორგი ცერცვაძემ ჩვენთან კომენტარი გააკეთა. აბულაძის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით მან შემდეგი განაცხადა. რატომ მოხდა პრესკონფერენციაზე ისეთი ინფორმაციის გამჟღავნება, რაც შემდეგ არ დადასტურდა? ამას ვერ მოგახსენებთ, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ რაღაც ტექნიკური ხასიათის ხარვეზი. იგივე თანხის რაღაც ციფრთან დაკავშირებით განსხვავება, მაგრამ მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, თანხა რომელიც ბრალად შეერაცხა კონკრეტულად ადვოკატ ნოზაძეს, ანუ რომელიც მან თაღლითურად მიისაკუთრა, ეს იყო 300 ლარი. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეში არეგულირებს შესაბამისი კანონმდებლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და კანონი ადვოკატთა შესახებ. მე არანაირი შემთხვევლობა არ მქონდა და რატომ უნდა მოეტანა ჩემთან, როდესაც მე თავიდანვე უარი განუცხადე მას სამართლებრივ მომსახურებაზე. ჩვენ ჟენია ვართაპეტიანს გორში მის სამუშაო ადგილზე მივაკითხეთ და მომხდარის გახსენება ვთხოვეთ. ვერაფერი ცუდად არ გიხოთ ძალიან. აი მიკანკალებს ფეხები. რატომ ეს არის სინამდვილეში და რაღაცა გადაგაჭირდა? სინამდვილეში ამარა ვიცი. სინამდვილეში ეს მამუკა ოჩარი. არ ვიცი. დამოვიწყდა გიხოთ. ნუ გამახსენე. ნუ გამეკითხე გიხოთ ძალიან ცუდად არ ვიცი. ნოზაძე აცხადებს, რომ ვართაპეტიანები გირაოს გადახდის შესახებ ადვოკატს კი არა, გამოძიების მხარეს უნდა გაეფრთხილებინა. ამასთანავე გამოძიებას მათთვის საბანკო ანგარიშის ნომერიც უნდა მიეცა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პროკურორს ევალება განუმარტოს იმ პირს, რომლის მიმართაც ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, განუმარტოს გირაოს არს იცნება და პასუხისმგებლობის მოსალოდნელი შედეგი. იმ შემთხვევაში თუ თქვათ, არ არის პირი თანახმა გირაოს გადახდაზე ან არ ხელეწიფება ფინანსურად გადაიხადოს ეს თანხა, ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ოჯახის წევრს განუმარტოს გირაოს არს იცნება და პასუხისმგებლობის მოსალოდნელი შედეგი და ეს ამის თაობაზე უნდა შეადგინოს ოქმი და უნდა მოაწერინოს ხელი იმ პირს ან ოჯახის წევრს, რომლის მიმართაც ითხოვს აღკვეთის ღონისძიებას გირაოს. ეს ყველაფერი არ არის სისხლის სამართლის საქმეში ჩადებული ეს დოკუმენტი. შესაბამისად, არ აქვს ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობა განხორციელებული პროკურორს. ნოზაძის დაპატიმრების საქმე სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა და ის საპარლამენტო მოხსენებაში შეიტანა. დეტალურად გვაქვს შესწავლილი მამუკა ნოზაძის საქმე და იმდენი დარღვევა მაშინ თითოეული ის დარღვევა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მამუკა ნოზაძე არ მოხვედრილიყო ციხეში და ის ადამიანები, ვინც ეს დარღვევები ჩაიდინონ, იმათ აგვენ პასუხი სამაგიეროდ. ჯერ დავიწყოთ გირაოს საკითხით, გირაო იქნა შეტანილი არასწორად, მაგრამ კანონი პირდაპირ განმარტავს, რომ გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით, რომ აფრთხილებენ რომ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისას შეიძლება ეს ადამიანი დაისაჯოს. ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ. ასე რომ ეს ვალდებულება რომ სწოდნოდა პატიმარს ან მის ოჯახის წევრს სად რომელ ანგარიშს უნდა შეეტანათ თანხა, ეს იყო პირდაპირ ვალდებულება გამოძიების და ადვოკატს ამასთან არაფერი არ ესახება. რატომ მიიღო გამომძიებელმა გადახდის ქვითარი, რომელზეც ლუიზა ვართაპეტიანის ანგარიშის ნომერი ეწერა და არა პროკურატურის? ამ კითხვაზე გამომძიებელმა ჯეირანაშვილმა სასამართლოს უპასუხა. ნომრები არ შემიდარებია, როდესაც ქვითარი მომიტანეს, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი საქმე. 3 თვის გამოცდილება მქონდა. მე შესაძლებელია ვალდებული ვიყავი, რომ დამებარებინა ვართაპეტიანი და შემედგინა ოქმი გირაოს შესახებ. პროკურორი, რომელიც მამუკა ნოზაძის მბრალდებელი იყო, ნოდარ ცინცაძე იყო. ახლა ის სამსახურიდან გათავისუფლებულია და ადვოკატად მუშაობს კასპის რაიონში. დღეს ცინცაძე აცხადებს, რომ გამომძიებელი ვალდებული იყო ვართაპეტიანის მიტანილი გადახდის ქვითარი შეემოწმებინა. ნოდარ ცინცაძე ინტერვიუს დაგვპირდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ჩვენ ფარული გადაღება გამოვიყენეთ. ბატონო, ქვითარი ხომ მიიტანა გამოძიებასთან? ხო. გამომძიებელი არ იყო ვალდებული ქვითარი შეემოწმებინა? კი ბატონო, იყო აუცილებლად. ვთქვათ, თელასის ქვითარი რომ მიეტანა საკმარისი იყო? აუცილებლად იყო. ანუ გამომძიების გულგრილობამდე მივდივართ? ვერ გეტყვით. მე მაგის არა, იურისტი ხართ ეხლა თქვენ. მე მაგის შემფასე, მე რო ვიყო პროკურორი, მე გეტყოდით. აი უშუალო მაგ საქმის პროკურორი. მე ისე უფლება. პროკურორი ცერცოძე ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს. გამომძიებელი, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა მოპყრობოდა და კარგად უნდა შეემოწმებინა, რა ქვითარი წარუდგინეს მას. სისხლის სამართლიანაზე ასეთ დანაშაულს რა ქვია, სამსახურებრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება თუ როგორ კვალიფიცირდება? არა, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს დანაშაულია. ჟენია ვართაპეტიანმა მამუკა ნოზაძეს და მარინა მაზანაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ოქტომბერში მისცა. ამ პერიოდში მისი შვილი ბესიკ ვართაპეტიანი ოფიციალურ ძებნაში იმყოფებოდა, თუმცა იგი არ დაუკავებიათ. პირიქით იანვარში ის პოლიციაში თავისით გამოცხადდა. დაკავების მაგიერ გამომძიებელმა აღკვეთი ღონისძიების სახით მისთვის პოლიციის ზედამხედველობა მოითხოვა და სახლში გაუშვა. შემდეგ კი საპროცესო გარიგება გაუფორმა და საერთოდ გაათავისუფლა. ორმა ინსტანციის სასამართლომ გამოუტანა აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება. ბესიკ ვართაპეტიანი მიიმალა, მე ჩემი მცდელობით საპყრობილედან არაერთხელ მიმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას, რომ პოლიციამ ფარველობდა მას იმის გამო არაპატიმრებდნენ, რომ ჩემს მიმართ ეს ანგარიშწორება სრულყოფილად განხორციელებული იყო. ნოზაძე აცხადებს, რომ ბესიკ ვართაპეტიანი პოლიციამ ჟენია ვართაპეტიანის მიერ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ გაათავისუფლა. იმ შემთხვევაში თუ ბესიკ ვართაპეტიანს დააპატიმრებდნენ, ამ შემთხვევაში ელისაბედ ვართაპეტიანი იყვირებდა, რომ გარიგების ის გარიგება, რაც მათ შორის იყო, ჩაიშალა, ხო, ბუნებრივია. ყოფილი პროკურორი ფიქრობს, რომ ეს ცუდი კანონის ბრალია, რადგან პოლიციასთან თანამშრომლობის გამო გაათავისუფლეს ბესიკ ვართაპეტიანი. ამ შემთხვევაში მოხდა, ამ ვართაპეტიანის შემთხვევაში შეეცვალა უფრო მძიმეთი შეცვალა პატიმრობა. ამის შემდეგ ის არ გამოცხადდა და იყო ძებნილი. რაღაც პერიოდის განმავლობაში. ამ ძებნის შემდეგ გამოცხადდა. და უფრო მსუბუქი მიიღო უფრო მსუბუქი აღკვეთი პოლიციის ზედამხედველობა. აი ხა მე გეტყვით, აი კითხვა უკვე ჩემთან აღარ არის. მაგრამ ანუ ეს არ მეტყველებს იმაზე, რაღაც დაინტერესება ქონდა გამოძიებას ამ ოჯახის და ნოზაძის მიმართ. რახან თქვენ რაღაცა კვლევას ატარებთ, ხო? რაღაცა კვლევას ატარებთ. ეს ნოზაძის და პეტრიაშვილი თუ რაგვარი არის, იმის საქმიდან კი არ უნდა დაიწყოთ. მე გეტყვით, ეს უნდა დაიწყოთ თქვენ არასწორად მიღებული კანონის, რომელსაც
გამოძიებასთან თუ არასწორად გაგებული კანონის, თუ არასწორად შესრულებული კანონის, რომელსაც გამოძიებასთან თანამშრომლობა ქვია. გამიგეთ. ამ ადამიანს შეიძლება ჩაუთვალეს თანამშრომლობაში და იმიტომ შეუცვალეს აღკვეცის ღონისძიება, გამიგეთ. ანუ დედის თანამშრომლობის გამო შვილისთვის რაიმე შეღავათი გააკეთა თუ არა პროკურატურა? არა. შეიძლება მხოლოდ ვარდაპედიანის ჩვენების და ერთი ადამიანის ჩვენებით დადგეს გამომწვევებელი განაჩენი ან წარდგინოს ბრალი ნებისმიერ პიროვნებას. აქ არ ყოფილა მხოლოდ ბრალდებულის დედის ვარდაპედიანის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება, საქმეში იყო სხვა მტკიცებულებებიც, რომლის შეიძლება ჩამოთვალოთ. ამის ჩამოთვლას ახლა ნამდვილად არ დავიწყებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი გამოძიება დამთავრებულია და გამომტყუნებელი სასამართლო განაჩენებია კანონიერ ძალაში შესული. ვარდაპეტიანისათვის პოლიციის ზედამხედველობის შეფარდება პოლიციის გამომძიებელმა ზერეკიძე მოითხოვა. ეს ის პოლიციელია, რომელმაც მამუკა ნოზაძე დააკავა. დღეს ადვოკატი მარინა მაზანაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის სამიზნე მამუკა ნოზაძე იყო. კი, მამუკას დიდი ხნით უნდათ დაჭერა, თორე დაჭერილი კი ყავდათ უკვე და ძალიან კარგად ვიცოდით, რომ სიმართლესაც ვერ ვიპოვიდით საქართველოში. მაზანაშვილი აცხადებს, რომ გამომძიებელმა მას გარიგება შესთავაზა. მე მოვიტან დოკუმენტაციას, სადაც იქნება მამუკას ბრალეულობები ნოზაძის და მე ვიქნები ერთ-ერთი დამადასტურებელი ამ ბრალეულობის და ხელი უნდა მომეწერა. ადვოკატ მარინა მაზანაშვილთან საუბრის ფარულ ჩანაწერში ბესიკ ვარდაპეტიანი იგივეს აცხადებს. Просто право უნდა გავრჩება მამუკაზე. ადვოკატი მაზანაშვილი საბუთებზე ხელის მოწერას არ დათანხმდა. ის აცხადებს, რომ მასზე ტერორი ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე დაიწყეს. პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით მისი ვაჟიც, გიორგი მაზანაშვილიც დააკავა. ჩხრეკის ოგმში პოლიციამ ყოველგვარი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე მიუთითა, რომ დაკავებულს 9 გრამი ოპიუმი, ხოლო 1 გრამი და 7 მიასედი ჰეროინი ჰქონდა ჯიბეში. საქმეშია დევს ასეთი დოკუმენტი დაკავების საქმე, რომელიც ადამიანის დაკავების დროს დგება. და ამ დაკავების ოქმში უწერია წამლის ოდენობა, სახეობა ექსპერტიზის გარეშე. შეიძლება ადამიანს კი ცელოფანის პარკით რაღაცა ფხვნილები გეყაროს, რაღაცა ტაბლეტები, ეს იყოს ანალგინი, ეს იყოს ციტრამონი, მაგრამ პოლიციამ რომელიც აკავებს, ნამდვილად არ უნდა იცოდეს, ეხლა მე რა მიდევს ჯიბეში თუ კი დამაკავეს. საიდან უნდა იცოდეს, ხო? მამუკა ნოზაძე თავისი უფლებების დასაცავად ათასობით წერილს და საჩივარს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტში აგზავნიდა. მან პრეზიდენტსაც მიწერა წერილი, მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო. ამის შემდეგ მამუკა ნოზაძემ საქართველოს პრეზიდენტს უჩივლა. როდესაც უკვე თავარის უკვე დაიწყო სარჩელის განხილვა პრეზიდენტის მიმართ, რომელიც დაშვებულად იქნა ცნობილი, აგრეთვე ბაჟისაგან ვიქენი განთავისუფლებული და ყველაფერი, უკვე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, დანიშნა წარმომადგენელი სასამართლოში, რომელსაც უნდა განეხორციელებინა მისი ინტერესები. ამის შემდგომ მოვიდნენ ჩემთან საპყრობილის ადმინისტრაციიდან და შემომთავაზეს, რომ გამომეტანა სარჩელი და გამეშვებდნენ ვადაზე ადრე. პირობით ვადამდე გათავისუფლების დრო მამუკა ნოზაძეს 2008 წლის სამართს დაუდგა. მან სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის მუდმივ მოქმედ კომისიას მიმართა, მაგრამ კომისიამ ნოზაძეს უარი უთხრა. იმ მიზეზით, რომ სასჯელის მიზნები არ იყო მიღწეული, ანუ ის ჯერ გამოსწორებული არ იყო. თუმცა 2 თვის შემდეგ, როცა მან საქართველოს პრეზიდენტს უჩივლა, კომისია მის პირობით ვადამდე უმალვე გაათავისუფლა. ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია თავისთავად, თვითონ მამუკა ნოზაძეს პირდაპირ, რომ მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ გიშვებთ დღესვე ოღონდ ის სარჩელი გამოიტანე. ზოგადად ეს პირობით ვადამდელი გათავისუფლება არის ერთ-ერთი ის მექანიზმი, რომელიც პრაქტიკულად არის მკვდარი მთელი ამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მუშაობს ძალიან ცუდად და როგორც წესი განსაკუთრებით მას არ იყენებენ ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც ასე ბრჭყალებში რო ვთქვათ, სისხლს უშრობენ ხოლმე დეპარტამენტს, საშინაოსნოების დეპარტამენტს. ციხის პირობებშიც კი მამუკა ნოზაძეს პროფესიული საქმიანობა არ შეუწყვეტია. საკანში მასთან მჯდომ 15 პატიმარს მან ადვოკატის მომსახურება გაუწია და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაუსაჩივრა. სტრასბურგის სასამართლომ 15-ვე საქმე მიიღო წარმოებაში და მათი განხილვა დაწყებულია. ერთი საქმე კი მორიგებით დამთავრდა. საქართველოს მთავრობამ ნოზაძის დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანს 7000 ევრო თავისი ნებით გადაუხადა. მან საკუთარი ინტერესების დაცვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში სცადა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ახლა ნოზაძის პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ნოზაძე სტრასბურგის სასამართლოს პასუხს ელოდება.